დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში რეკლამის შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან ჩვენთან გადაცემაში სტუმრად ახლა უკვე სოციოლოგიას შევეხებით გადაცემის ამ ნაწილში ბატონ გიგლა კვლევა რომელიც ბოლოს გამოქვეყნდა ეს არის იმედის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა მოსალოდნელია სავარაუდოდ რომ სხვა კვლევის შედეგებსაც ვიხილავთ ამ კვლევის მიხედვით ქართული ოცნება 32% და ნაციონალური მოძრაობა 12%-ით ცდებიან ბარიერს ყველა სხვა პარტია არის ბარიერს ქვემოთ რას ფიქრობთ ამ კვლევის შედეგზე? ეთქობა, ეხლა შეიძლება პირდაპირ არ ვიცი სად დაიწერა კვლევის შედეგია, რომელიც იმედის დაკვეთით ჩატარდა. რეზუმირება შეიძლება გავუკეთოთ ჩვენი საუბრის ჩვენი პირველი ნაწილის საუბარს, იმიტომ რასაც ვამბობდით, დაახლოებით ის არის, ხო? ორი პარტია ერთმანეთს სასიცოცხლოდ ავსებს, ასე ვთქვათ. ერთი დამნაშავე პარტია, მეორე უმოქმედო პარტია, ნაციონალები და ქართული ოცნება, მე ბატონ რევაზ ზინანიშვილს დავესესხები, რაც ალხანა, ის ჩალხანა არის პოლიტიკური თვალსაზრისით, თორე გაუკეთებელი საქმეები კიდევ სხვა. ამიტომ ჩვენ არანაირად არ უჭერთ ხარს ასეთ სოციოლოგიურ გამოკვლევებს, ჯერ-ერთი ვერ დაადგა, ვერ დააყენა საშველი ვერც ერთმა ხელისუფლებამ, რომ ჩამოყალიბდეს ეროვნული სოციოლოგიური კვლევის სააგენტო ქართველი სპეციალისტების მიერ, რომელიც დაფინანსებული იქნება გადამხდელებით, მოქალაქეებით, რომელიც არ ვიქნებთ არც NDI-ზე, არც IRI-ზე, არც რაღაცა კვლევების ტელევიზიების თუ კერძო პირების უკანდგომი კერძო პირების შეკვეთებზე და იქნება რეალური სურათი არჩევნების წინ. თუმცა არც ეს არის მაინც და მაინც აუცილებელი, როდესაც მოდის ხოლმე შემდეგ ეგზიტ პოლები, იმიტომ რომ ეს არის ეგრეთ წოდებული არჩევნების წინა საათებში ზომბირება, ცდელობა ზომბირების საზოგადოებრივ აზრზე, მაგრამ მიუღებელია ჩვენთვის თუნდაც იმიტომ, რომ მე გეტყვი კლასიკური მაგალითი, ხომ ჩვენ მონაწილეობდით ადგილობრივ არჩევნებში გვიწინასწარმეტყველეს 0.5% თუ 1% მივიღეთ 11%. მონაწილეობდით საპრეზიდენტო არჩევნებში გვიწინასწარმეტყველეს 2% და მივიღეთ 11%. აი დაახლოებით ამ ოპერიდანაა ეს ყველაფერი და კიდევ ერთ სიტყვით, იმედი დიდი პატივისცემა ტელევიზიას, მაგრამ როდესაც ჩვენ მაჟორიტარები, მე მაგალითად თაწმინდის რაიონის მაჟორიტარი ვარ, დიდი მოკითხვა მთაწმინდელებს, ვერელებს, ოქროყანელებს, სოლოლაკელებს, ჩემგან მონაწილეობდით დებატებში, სხვებიც იყვნენ მთაწმინდის მაჟორიტარები და იყო ინტერაქტიული გამოკითხვა. ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, წარმომადგენლის გამოკითხვა იწყება 0%-დან და ოცნების წარმომადგენლის 67%-დან თავიდანვე. სად გაგონილა ან ინტერნეტი არიცით, ან მომხმარებელი არიცით, ან სპეციალისტები არ ყავთ, მოდი და გირჩევთ. ამიტომ ეს არის არასწორი მიდგომები, სუბიექტური მიდგომები, ჩვენ სერიოზულად არ აღვიქვთ, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი ტესტი იმის, რაც უნდა დღევანდელ ხელისუფლებას, ამ გათითო-კაცობულ ძალას, რომელმაც თავისი ხალხიც კი ვერ მოიყვანა პოტენციური ამომრჩევლის გულის მოსაგება და პარტიულ სიებში და მაჟორიტარებად ადამიანები დაგვიყენა, რომლებსაც ხელი აქვს ზოგს სისხლში დასრული, ზოგს მილიონები აქვს მოპარული და უცხოეთში გადატანილი, ნაციონალებს გულისხმობთ და ამით უნდა ფონს გასვა. ბატონ გიგლა, აი აქ ჩნდება შეკითხვა. ვთქვათ და დადგა ზუსტად ან დაახლოებით ის რეალობა, რაც კვლევებში მოცემული. აი შემდეგ რა ხდება? თქვენ ამბობთ რომ პარტნიორები არიან ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება. თუ ეს ორი პარტია ამ შედეგს მიიღებს და დანარჩენები თქვენ მიიღებთ ბარიერს ქვემოთ ან სადღაც ბარიერთან ახლოს. მე რა იარაღი რჩება თქვენს არსებობაში? პოლიტიკურ არსებობაში? არა, ეს იცით ესეთი რამ პრაქტიკულად გამორიცხული, იმიტომ რომ ჩვენ ხვდებით თითოეული ჩვენთაგანი, ხო, მაჟორიტარია და დავდივართ რეგიონებში, ჩვენი ლიდერი პირველი პირების დადიან რეგიონებში, სოფელი, თემი, ქალაქი და არ არის ასეთი რეალობა იქ. რეალურად არ არის და ეხლა თუ ესენი იძალავებენ დღევანდელი საარჩევნო გარემო უკეთესია, რა თქმა უნდა, ვიდრე ნაციონალური და ისა სომხურ ოძახია წყალებში, კარუსელები რაღაცა და თუ წინა ხელისუფლებისგან, სისხლიანი ხელისუფლებისგან, რეჟიმისგან განსხვავდება, რა თქმა უნდა, რომ ტანკებით არ დაგრიალებს და განსარუშობს და ხალხს არ ხოცავს, მაგრამ თუ გააყალბეს, თუ დაიმხეს თავზე ყველაფერი, მაშინ ხალხი გასცემს პასუხს და ჩვენ გავცემთ შესაძლებლობა ირაკლი სოციოლოგიასთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ, ეს მე არ მინდა შეურაცხყოფა მივახენო ტელეკომპანია იმედის გუნდს, პირიქით ჩემი ბევრი მეგობარია და უდიდეს პატივს, უზარმაზარ პატივს მათ, მაგრამ ეს მონაცემები, რაც ახლა ჩვენმა წამყვანმა წარმოგვიდგინეთ, არის ან კანცელარიაში დაწერილი პრესამსახური და პიარ სამსახური რო ყავს პრემიერ-მინისტრს, ან თქვენ რითი ზომით
სლოვაკში მაპატი არგუმენტს უპირისპირდება აი ამიძობა მე ვარ დიდუბეში მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი აი ვითომ ნაცმოძრაობა რო სინათლის დასუსტავის ქალაქს ეძახდა და მოუბრძანდით ერთი და ნახეთ დიდუბეში ძაღლები დარბია ქუჩა ნარჩენებს ჭამენ და ხორცილი რაღაც ნარჩენები იყრია ქუჩაში შუა თავარმეფეზე აი ამიძობა არა ნუ მეგეუბნები საშიშია და სახიფათოა მეგეუბნები რომ აი ეს არის ძველი თბილისი და ეს არის დიდუბის რაიონი დაანგრეული და უსაკარო თბილისელები აი ამიძობა თავარმეფის გამზირი სადაც მიწისქვეშა გადასასვლელი ხიდია და ვითომ სინათლის დასუსტავის ქალაქი როგორც დაცები იძახდა და ვითომ მოწესრიგებული ქალაქი როგორც ხელისუფლება ქართული ცნება იძახს აი ეს არის რეალობა და ტურისტი რო ჩავა აქ სადაც მაპატიეთ ბომჟი წევს გადასასვლელ ხიდის ქვეშ სადაც ბავშვები უნდა დადიოდნენ ტურისტები ჩადიან უცხო ენაზე არის გაკეთებული ბაბრა თქვენ როგორ ფიქრობთ ის ქვეყანაში მეორჯერ მოგიბრუნდება და ეს არის ეკოლოგიური მდგომარეობა მაპატიეთ და ზაფრი მაპატიეთ რა ვიტყვი ამ ტერმინს აკროლებულია მთელი დიდუბის რაიონი და თქვენ მე მინდა თავრობის კანცელარიას მიმართო სლოვაკიის მეპატრონოს მიმართო ერთ-ერთი კოშკი რო არის შუშის სასახლე თქვენ გვეუბნებით რომ 30% დამღები ხართ? არა ბატონებო, წამოვბრძანდით, დიდუბეში გამომყევით, კარდაკარ დავდივარ, დიდუბელებს ხვდები და მოისმინეთ, რა უნდა დიდუბელს. ირაკლი, აი ეს გასაგებია, თუმცა აი რა სურათებიც აჩვენეთ ახლა, მაგრამ ეს არის რეალობა. ეს ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები თქვენ ან რომელიმე აქ წარმოდგენილ პარტიას მისცემენ ხმას, ეს ამას ნიშნავს. რა თქმა უნდა, ნიშნავს, ახო. აქ მიმძივაროთ, ყველა ჩვენი აურჩეველი ყავს. ჩვენ გვაქვს გათვლა იმაზე, რომ თავრობის დაკომპლექტებაში ფორმირებაში მივიღებთ პარლამენტთან მონაწილე ხარ. ბარიერს რო პატაბურჭულაძის გაერთიანება გადალახავს, ამაზე მე მგონი, მიუხედავად იმისა, რომ ნაცმოძრაობა ქართული ოცნების პროექტს ვეძახის და ქართული ოცნება რომ ნაცები ვართ და სხვადასხვა ზღაპრები იქნება ჩვენ სიგვარით და ეს არაუშავს, იმიტომ რომ ორთვის პოლიტიკური გაერთიანებაა და ორთვის კი არა დიდ მონოლითურ პარტიებს აქვთ ხვევა ეს ნორმალური ამბავია, მით უმეტეს როცა სახელმწიფო მექანიზმი გიპირისპირდება, ეს არ არის პრობლემა. წამოდით ხალხო გამოვყევით, მე მარტო კი არა, იმიტომ რომ კი არა ძალიან მაგარი პოლიტიკოსი ვარ და მაგარი ბიჭი ვარ. არა, სხვა ჩემ კოლეგებს გაყევით. მაგრამ ამ კვლევაში და სხვა კვლევებშიც არის რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ან პასუხი უარი პასუხზე არის მაღალი. აქ არის 41% მაგალითად ამ შემთხვევაში. სხვა კვლევებში კიდევ უფრო მაღალია. იმიტომ რომ ქართულ ოცნებას სჭირდება მეტის აღება, უბრალოდ უზურპაცია აქვს ხელისუფლების გადაწყვეტილი. ნაციონალური მოძრაობისთვის მათემატიკა დაახლოებით 12%, როგორც მე ვიცოდი და აი ახლა ზუსტად ის დაემთხვა იმედის მიერ ჩატარებულ განკვლევებშიც. აი ამიტომ გავბრაზდი და ამიტომ მეწკინა, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ ხელისუფლების ინტერესების წყალზე დასმა, დაწერილი არა იმედში და გამოკითხული იმედის ჟურნალისტების მიერ, არამედ დაწერილი სადღაც ან სოლოლაკში, ან თავრობის კანცელარიაში. თქვენ არენდობით ზოგადად არც კვლევას. როგორ არ ვენდობი, არის კომპანიები, რომელსაც დობას უცხადებ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე იცით რა არის, კვლევაზე მეტად მე რა მაინტერესებს. პირადად ჩემ ხო გაინტერესებს, სტუმარი ვარ თქვენი პოლიტიკოსი. ჩემთვის ბარომეტრი არის საზოგადოება, რას გვეუბნება. საზოგადოება, რომელსაც სამწუხაროდ სკოლაში ბავშვები ვერ გაუშვეს, იმიტომ რომ ფეხსაცმელი არ ქონდა. საზოგადოება, რომელიც ელემენტარული მოთხოვნები აქვს ხელისუფლების მიმართ, დაგვისუფთავე და ნუ იქნება თბილისი მართლა სიბინძურის და იქნება ყველას მიმართ არის იმედგაცრუება. მარტო ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის მიმართ კი არა. იქნება ელი პოლიტიკური სპექტრი ეს იმას ერთგომარეობაში. ეს იმას ანიშნავს, მე რატომ ეწკიდა და რატო გავბრაზდი, იცი? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ თვალში ნასრის შეყრა დავინახე. კიდევ ერთხელ მაპატიე და საზოგადოებას თვალში აფურთხებენ ეს ზოგ-ზოგი ერთი მარგინალი პოლიტიკური ორგანიზაციები, რომელიც 30%-ზე ველაპარაკებით, მართლა 100-დან 90% დაპირება არ შეუსრულებია და ერთ-ერთში გვანან წინა ხელისუფლებას, რომელსაც თლიანი ჩვენი საზოგადოება დაუპირისპირდა 2012 წელს და გაისტუმრა პოლიტიკურ მოსავლებში. და 40% ბოლოს დავასრულებ თუ შეიძლება, მხოლოდ იმიტომ აქვს შემონახული, რომ როცა მოინდომებენ გაყალბებას, რომელსაც ვერ გააყალბებენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ორგანიზაციაა ჩართული, მათ შორის ბევრი პოლიტიკოსი ვართ ჩართული და ყველა რეგიონში ჩვენ დავიჭერთ ხელში კანონიერების პრინციპებს. გასაგებია. იმის ვიჭერდება 40% რო 20% მოიპაროთ თქვენი პარტიის დამოუკიდებლობა აი ამ სოციოლოგიის მიმართ, რომელსაც ხან ერთი ტელევიზია აქვეყნებს, ხან მეორე ტელევიზია აქვეყნებს. თქვენ ნდობა გააქვთ ზოგადად ამ სოციოლოგიის მიმართ თუ არ გაქვთ? თუ სადაც შეიძლება მაღალი გქონდეთ მონაცემი მაშინ ენდობით თუ სადაც დაბალი არის? აი როგორ ყალიბდება თქვენი პოზიცია? ისათვის რომ გავიგო თქვენი მდგომარეობა. შემიძლია დავსვა ბევრნაირად ამის შესახებ კითხვა. როგორ ბრძანდებით? როგორ იყავით გუშინ? ხომ გინდათ რომ კარგად იყოთ? რა გინდათ იმისათვის რომ კარგად იყოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ
ერთ და იგივე სიტუაციის გასარკვევად კითხვა შეიძლება ეს დაისვას. მეთოდოლოგია. ხო, ამიტომაც, როდესაც მე არ ვიცი და ჩვენ არ ვიცით ამ კვლევის მეთოდოლოგია, როდესაც უბრალოდ ციფრებზე გვაქვს საუბარი, ზოგადად როგორ შეიძლება ნდობის რაიმე მანდატზე ვისაუბროთ. გარდა ამისა, რამდენადაც მე ვიცი GSK, ხო, თუ რაღაცა კომპანია ამერიკაში, რომელიც ერთკაციანი კომპანია, დამფუძნებელის თვითონ არის, მკვლევარის თვითონ არის, დირექტორის თვითონ არის, ყველაფერი თვითონ არის, ანუ ფორმალურად შექმნილი კომპანია და სინამდვილეში გორბიმ ჩაატანა, ანუ ქართულმა კვლევითმა ორგანიზაციამ. ჩვენ ახლა იმედის კვლევები გვინახავს, ხო, შამპანიურები ახსნევინეს თბილისის მერს და მე ვიცით რაც მოხდა და როგორც მოხდა. ამიტომაც ახლა არც ამ კვლევის მიმართ გვაქვს ნდობა და არც ზოგადად იმ კვლევების მიმართ, რომელიც ბოლო პერიოდში სპეკულაციად გადაიქცა. თუმცა ყველაზე ერთ-ერთი შეიძლება თქვა სანდო კვლევა მეტანაკლებად იყო თქვა იგივე NDI-ის ბოლო კვლევა, სადაც თვითონვე თქვა NDI-ის დირექტორმა, რომ ეს კვლევები არ გამოდგება არჩევნების შედეგების განსასაზღვრად. იმდენად დიდია რაოდენობა ამ მორჩევლისა, რომელიც არის ჩემს ხო დაახლოებით თვენახევრის 2 თვის წინ. ეხლა რა მდგომარეობა გვაქვს? მე მინდა გითხრათ, რომ ყველა კარდაკარი, არა მხოლოდ ჩემი, არამედ მათ შორის ჩემი ოპონენტების კარდაკარიც კი ადასტურებს იმას, რომ ამ მორჩეველთა ძალიან მაღალი აქტივობა იქნება. ამ მორჩეველთა დიდი ნაწილი რეალურად აპირებს არჩევნებზე მისვლას და ხმის მიცემას. შესაძლოა იყოს ამ მორჩეველთა გარკვეული კატეგორია, რომელიც არის ჩამოყალიბების პროცესში, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს რაოდენობა აღარ არის ის, რომ რაოდენობაზე თქვენ მიუთითებთ, იმიტომ რომ მე 2 თვე ამ პროცესში ვარ და 2 თვის წინ არსებული სურათი ვიცი დინამიკაში ეს პროცესი და ვხედავ დღეს, აი დღევანდელი სანამ აქ მოვიდოდი, შეხვედრა მქონდა ნამუშევრად თქვა გულისაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებთან და ყველა ჩამოყალიბებულია თითქმის ყველა მიცის ვის უნდა მიცეს არჩევნების ხმა. რაც შეეხება უნდობლობას. ანუ გადაუწყვეტელი ასეთი რაოდენობა არ არსებობს. გადაუწყვეტელი არჩევნების რაოდენობა მცირდება და დარწმუნებული ვარ არჩევნების დღისათვის ყველა იქნება საკმაოდ მაღალი აქტივობა და ყველა ვინც მივა, ნამდვილად არ გადახაზავს ყველას, არც მხოლოდ 2 სუბიექტით არ შემოიფარგლება, არამედ მიიღებს გადაწყვეტილებას ისე როგორც ხედავდა გარდა ამისა. რატომ არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არა პოლიტიკური პარტიებისათვის, არამედ საზოგადოებისათვის, ქვეყნის განვითარებისათვის მრავალპარტიული პარლამენტი. იმიტომ რომ მხოლოდ კონკურენციაში იქმნება ხარისხი. იმიტომ რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არსებობს მრავალპოლარული პარლამენტი, შესაძლებელია ქვეყნის კეთილდღეობა და წინსვლა. შესაძლოა პარლამენტი იყოს მრავალპარტიული, მაგრამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო უმრავლესობა კონდეს ერთ პარტიას. ამას გამორიცხავთ აიუაურის შემდეგ არჩეულ პარლამენტში. ამას გამორიცხავთ იმ კონტექსტში, რომ ქართული ოცნება იყოს სწორედ ესეთი სახით წარმოდგენილი და მე კიდევ ერთ რაღაცაზე მინდა ვთქვა. რაზე შეიძლება იოცნე, რატომ შეიძლება იყოს სახიფათო ისევ და ისევ, თუნდაც თეორიულად ძალიან ისე ვირტუალურად თუ წარმოვიდგინეთ, რომ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება დარჩენილი პარლამენტში და თუ კი ქართულ ოცნებაში ვინმე ამისი იდეაც კი აქვს, რატომ არის ეს ძალიან სახიფათო. ნუ დაიჯერებთ იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებასთან ერთად შევა პარლამენტში, თუ კი მხოლოდ ეს 2 სუბიექტი გადალახავს ბარიერს. ნაციონალური მოძრაობა მაშინვე გამოვა ქუჩაში, გამოაცხადებს ბოიკოტს და დარწმუნებული ვარ, რომ მოითხოვს ხელახალი არჩევნების ჩატარებას. და შესაბამისად აუცილებლად მოყვება ამას ძალიან ცუდი პროცესი. ასეთ შემთხვევაში თქვენი პარტიის პოზიცია საინტერესოა. ეს არის ძალიან თეორიული, აბსოლუტურად შეუძლებელი რამ, რაც მე ვთქვი, მაგრამ თუ კი ვინმეს აი ამ კვლევების დამწერს ამის იმედი აქვს და ამითი ფიქრობს, რომ რაღაცა მისთვის სასარგებლო პოლიტიკური ველი შეიქმნება, არ შეიქმნება ამისთვის სასარგებლო პოლიტიკური ველი. ეს იქნება დესტაბილიზაციის დასაწყისი და იმ შემთხვევაშიც კი თუ წარმოვიდგინოთ, რომ ესეთი პარლამენტი შედგება, მაშინ ანუ თქვენ ამბობთ, რომ ნაციონალური მოძრაობა და დანარჩენი ოპოზიცია შეიძლება ვიხილოთ ქუჩაში. დანარჩენი ოპოზიცია და ნაციონალური მოძრაობა ერთად არ გულისხმობ. შესაძლოა ცალ-ცალკე. არა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ვის თავში შეიძლება ესეთი კოლევები მოიხარშოს, მათ გასაგონად ვთქვი, თორემ რეალობა იქნება ესეთი, რეალობა იქნება, რომ თავისუფალი დემოკრატები იმ ეკონომიკური პროგრამით, აი რომელიც ახლა მე თან აქ მაქვს წამოღებული და იმ პოლიტიკური პროგრამით, ჩვენ ღირსეული სიტყვას ვიტყვი და არ დარჩება საზოგადოება და ჩვენი ქვეყანა დავით უნდა მოვუსმინოთ გადაცემა მიდის დასასრულისკენ. ერთი მხრივ სოციოლოგიაზე და მეორე მხრივ ამასთანავე მინდა გითხოთ, ხომ არა აქვს მაინც რაღაც საფუძველი ამ ყველაფერს? იქნებ ოპოზიციამ ნაციონალური მოძრაობის გარდა დანარჩენმა ოპოზიციამ ვერ მოახერხა საჭირო ნიშის დაჭერა. იქნებ მანაც დაუშვა შეცდომა.
თქვენი ეთერით ვისარგებლებ, იმიტომ რომ ყველა კოლეგა პარტია ვინც ის ყველა საქმეა სარეკლამო დრო ან ფინანსები. ამიტომ მიმართავ ჩემს ანზონელებს მე-18 ოლქს რომ გააკეთონ სწორი არჩევანი მათი პრინციპით, მათი გულწრფელობით და მათი სწორი ხედვით წლების განმავლობაში და გააკეთონ არჩევანი ადეკვატურ ადამიანებზე. მათ შორის ჩემზე, სხვაზე თუ ასე შემდეგ ეს არ არის პრინციპული, მთავარია ნაციონალურ მოძრაობა არ შემოხაზონ. და ყველაზე მნიშვნელოვანი მინდა ყველას მიმართო რომ მოვიდნენ არჩევნებზე. ყველაზე სწორი შედეგი იქნება არჩევნები და გეტყვით რა იქნება შედეგი. თუ ყველა ამორჩეველი მოვიდა, ეს არის 3 მილიონზე მეტი ამორჩეველი, თუ ყველა ამორჩეველი მოვიდა, ნაციონალურ მოძრაობა მიიღებს საუკეთესო შემთხვევაში 7%-ს. თუ ყველა ამორჩეველი მოვიდა, ქართული ოცნება მიიღებს საუკეთესო შემთხვევაში 25%-ს. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ამორჩეველი, რომელიც არის ჩვენი ამორჩეველი, ის არ მოდის არჩევნებზე. ამით იგებს ნაციონალურ მოძრაობა და იგებს სახელმწიფო პარტია ქართული ოცნება. ყველა დანარჩენი ზარალდება, იმიტომ რომ ჩვენი ამორჩეველი არის პასიური, მას გული აქვს აცრუებული რეალობაზე, მას გული აქვს აცრუებული სამართლიანობაზე და ამორჩევლების მოლოდინი არის ყველაზე მთავარი. პარტიამ უნდა გაამართლოს მისი სიტყვა საქმით და შედეგით. რაც შეეხება ზოგადად კვლევას, ყველა ეს კვლევა არის სამწუხაროდ არაადეკვატური, ყველა ეს კვლევა არის ფალსიფიცირებული და ახლოსაც კი არ არის ჭეშმარიტებასთან. იმიტომ რომ როგორც ვამბობ, 7% და 25%, ეს არის 32%, ეს არის ის რეალობა, რაც ქვეყანაშია. საერთო მოსახლეობის მიხედვით. დანარჩენი 68%, 65%, ყველაზე ცუდ შემთხვევაში 60%, ეს არის ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი, თუმცა ეს ელექტორატი რჩება სახლში, მერე ყველა ეს ადამიანი ამბობს და თავის თავს ადანაშაულებს, ეს სახელმწიფოება ყავს, ის დამნაშავე არ დაისაჯა. მონაცემს რაც არის გადაწყვეტილება არ მიმიღიან, პასუხს არ გაგცემ შეკითხვაზე, მიგაჩნიათ რომ ეს ასახავს. დაახლოებით ამდენია პროცენტი. აქ 41-ია, თქვენ უფრო მაღალი. მე უფრო მეც ვამბობ, ეს რეალობაა 60% დაახლოებით ეს არის ის, რაც არის ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი და ამ დროს ყველაზე ცუდი რაც ხდება, რომ მოდის აქტიური ამორჩეველი, ეს არის ნაციონალურ მოძრაობის ამორჩეველი, რომელიც მუდამ აქტიური, ეს არის 200,000 ადამიანი, ქართული ოცნების ამორჩეველი ამავე დროს აქტიურია და ორგანიზებულია ხელისუფლების მიერ და ესეც აქტიურობს, სხვა დანარჩენი ელოდება მას მიაკითხავენ სახლში ან ასე შემდეგ, ან ეზარება, ან ძინავს ან სხვა. სწორედ აქედან გამომდინარეობდა, აი თქვენ ამბობთ პრინციპში ამას, რომ ამომრჩეველი, რომელიც შეიძლება იყოს თქვენი ამომრჩეველი, არის პასიური ამომრჩეველი, ხო? სამწუხაროდ აი ამას ვამბობ, ამას გულისხმობდა ჩემი შეკითხვა. ხომ არ დაუშვა ოპოზიციამ აი თქვენმა პარტიებმა თქვა სერიოზული შეცდომები, როდესაც ვერ აითვისა კარგად ეს ნიშა. მე ვიტყოდი რომ სამწუხარო ტელეკომპანია იმედის მიმართ უნდა თქვა ჩემი კრიტიკა, მაგალითად ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მიიღო ვერც ერთი გაშუქება და პრაქტიკულად ვერც ერთი ჩართულობა ვერ მიიღო საეთერო დროში. ტელეკომპანია იმედით მაშინ როცა მისი მაუწყებლობა წლების განმავლობაში იყო აქტიური და ამიტომაც არის. მადლობას უხდით თქვენ ტელევიზიასო, ჩვენ ყველა ჩვენთაგანს და ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა წარმოაჩინოს საკუთარი თავი. ეს არის სწორი არჩევნები, ეს არის სწორი მაუწყებლობა. და არა ის კონიუნქტურა, მაგალითად, რაც არის ტელეკომპანია იმედში და სამწუხაროდ ტელეკომპანია იმედი ჩემთვის იყო ყველაზე საიმედო ტელევიზია, რომელიც მჯეროდა და მეგონა არჩევნების შემდეგ იქნებოდა სახალხო ტელევიზია. თუმცა საუბედუროდ და სამწუხაროდ ეს არის კონიუნქტურირებული რაღაცნაირად არაადეკვატური მაუწყებლობა. რაც შეეხება დანარჩენს, რაც შეეხება არჩევნებს, ეს არის პრინციპული არჩევნები. თქვენს აქტიურობას, ოპოზიციას იქნებ უფრო ძლიერი სპექტრი უნდა შეექმნოს. რა თქმა უნდა, სხვა კომპონენტები არსებობს. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ეს არის ფინანსური შემადგენელი, რომელიც ყველა პარტიას ჭირდება ფინანსები. ამას ჭირდება ორგანიზება და შეიძლება აწყობა სისტემის. რაც ყველაზე მთავარია, ადამიანებისადმი და მომრჩევლის მიმართ უნდა მოახერხო კომუნიკაციის აწყობა. ამას ჭირდება სხვადასხვა საშუალება. პირველ რიგში ეს არის ტელევიზია მაინც და მე იმედი მაქვს და მე იმედება მაინც ყველაფრის მიუხედავად, რომ ჩვენი ამორჩევლები, მოქალაქეები მოვლენ არჩევნებზე, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი არის აქტიურობა. აქტიურობა განაპირობებს იმას, რომ ჩვენი პარლამენტი იქნება მრავალფეროვანი, მრავალსახოვანი და ხელისუფლებას ვაიძულებთ, რომ აღასრულოს სამართლიანობა, დამნაშავეები დაისაჯონ და რაც ყველაზე მთავარია, წესიერება, მზნეობა ცოტ-ცოტა ამოიწიოს და არა ისაც ეხლა ხდება. ბატონო, ხო, ჩემი დამჭერი, მე ვინც მიჭერდა. დღეს გდანის პოლიციის უფროსია, მისი ხელფასი ორჯერ გაიზარდა და პრემია აქვს 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ მეტი აღებული, 15,000 პრემია. ეს ის უსამართლობა, რაც პირადად მე მეხება და ყველა ჩემ მეგობარს, რომელიც წლების განმავლობაში იბრძოდა. მე ესეთი სამართლისთვის არ მიბრძოლია. გმადლობთ. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დავით ფაცაცია, გიგლა ბარამიძე, ამირან გიგუაშვილი და